რაზე იმსჯელეთ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები მათ საქმიანობას ფაქტობრივად აჩერებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. მეოთხე კვარტალში საქართველოს მოგზაურობიდან 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ჯამურად ქვეყანამ ტურიზმიდან 4,7 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ძველ რუსთავსა და სამრეწველო ზონას შორის მწვანე ბუფერული ზონა შეიქმნება. პროექტი გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებით განხორციელდება. მოგესალმებით, SBMG-ა საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე ონცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ყობახიძე და ფასების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი სურსათის ფასები და მისი შემცირების პერსპექტივები იყო. რა კომენტარები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა გაზდელიანი გაგვაცნობს დეტალებს. ეკა მოგესალმებით და გისმენ. ნუცა რიტეილერები და სუპერმარკეტები მზად არიან მთავრობის ფასების კომისიასთან ყველა ციფრი გაიარონ და გაირკვეს, საიდან მოდის მაღალი ფასები სურსათსა და პროდუქტებზე. ასეთია რიტეილერების შეფასება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ. რიტეილ ასოციაციის ხელმძღვანელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან ამბობს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და თუ კი რაიმე შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ ფასები დარეგულირდეს, ამას რიტეილ სექტორიც მიესალმება. ამისთვის სხვადასხვა მექანიზმები შესაძლო არსებობდეს, როგორც ის ამბობს, მათ შორის ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა და საბანკო გადახდები ტერმინალით გადახდისას და აქ შესაძლებელი არსებობდეს შემსუბუქების რესურსი სექტორის მოსაზრებით. ამასთან რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ რიტეილერების ყველანაირი მონაცემი საჯაროა, სექტორი განვითარების ეტაპზეა და ევროპის ბაზართან შედარებაც რელევანტური არ არის. პრემიერის ინიციატივა ძალიან მისასალმებელია იმ კუთხით, რომ როგორც მომხმარებელი ყველანი გრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და რა თქმა უნდა, თუ რაღაცა შესაძლებლობა გამოჩნდება და ფანჯარა იქნება, რაც რაღაც დაარეგულირებს ამ მიმართულებას, ჩვენც მივესალმებით თვითონ რიტეილ სექტორი. შეხვედრების შედეგად შემდეგ გამოვლინდება, როგორი იყო ეს ციფრი, რეალისტური თუ არარეალისტური. მეტი ამ წუთას არაფრის თქმა მეტი აღარ შემიძლია. არის სხვადასხვა მექანიზმები, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის, თქვათ, რაღაცა შეღავათები. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მაღალი გადასახადებია საბანკოსი გულისხმობ ბარათით ტერმინალზე გადახდისას. რაც არის, თქვათ, კანონპროექტი პარლამენტში შესული და ნელ-ნელა ალბათ ჩვენ ეს FMCG სექტორი საქართველოში ჯერჯერობით ვითარდება და განვითარების ეტაპზე არის. ჩვენ როცა ვედარებით ევროპას, ისინი იქ 10 და 15 წლით წინ არიან ჩვენზე. წარმოებაც ადგილობრივი აქვს და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. კონკურენცია ძალიან მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონალური ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს სჭირდება დრო. თანამშრომლობთ ვაძლევთ ინფორმაციებს. პრემიერის ინიციატივას თუ მიესალმებით. მივესალმებით ფასების დაწევას. არის დასაწყისი ბიზნესი რა? არა, დარეგულირდება, უბრალოდ ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს სწორად ფასების წარმოდგენება მომხმარებლის წინაშე. მეტი არაფერი აქ. ბიზნესის თავისუფლება მთავარი ამოსავალი წერტილია, თუმცა მძიმე სოციალური ტვირთი არსებობს მოსახლეობისთვის, რის გამოც კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საერთო სურათში. ასეთია ირაკლი ყობახიძის განცხადება, რომლითაც მან სუპერმარკეტების წარმომადგენლებს მიმართა. მისი განცხადების ჩანაწერი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც ყობახიძე კვლავ საუბრობს ფასნამატებზე და კვლავ ახსენებს, რომ მთლიანობაში საშუალო ფასნამატი 86% შეადგენს. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ ყობახიძემ თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში მაგებულია. ის ამბობს, რომ საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში ეს არის 45, ხოლო ავსტრიაში 62 და მისი მტკიცებით საბოლოო ჯამში სწორედ ეს აისახება ფასზე და ესეც აწვება ტვირთად მოსახლეობას. ბუნებრივია თავის პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისუფალი ასე თქვა შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას. თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად ასე ვთქვათ, მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ
გადავწყვიტეთ რაღაცნაირად კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგის სამაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. ამიტომ თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოახერხოთ ჩვენ ფასების დაწევა. ამ მთლიანობაში ჯამური ფასნამატი, საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86%-ს. ვფიქრობ, რომ 86% ფასნამატი საკმაოდ მაღალია. 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100,000 კაცი, მაგალითად 113 მარკეტია. მაშინ, როდესაც გერმანიაში 45 მაჩვენებელი, ავსტრიაში 62 არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ბუნებრივია საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და საბოლოო ჯამში დროთა დაწვება ეს მოსახლეობასაც. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ფასების კომისიის სრული შემადგენლობა, როგორც რითეილ სექტორში აცხადებენ, ასევე დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის პირველი სხდომა გუშინ ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. უწყების ცნობით კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრები მწარმოებლებთან, სააცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს იმასაც, რომ კომისია საქმიანობას შესაბამის საპარლამენტო კომისიას კოორდინაციით განახორციელებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დაასრულებს. მადლობა ეკესიკა გაზდელიანი იყო, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დეტალები გაგოსა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით. გასულ წელს ბიუჯეტი გზას სარგებლობის გადასახადიდან 171,200,000 ლარის მობილიზება მოხდა, რაც წლიურად 8,100,000 ლარით, ანუ 4,9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გზების სარგებლობისთვის ტრაილერების გადახდილი გადასახადი რეკორდული 2023 წელს იყო და 182 მილიონს აღწევდა, რაც 2024 წელს 179 მილიონამდე, 2025 წელს კი 171 მილიონამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ თითო ტრაილერი საქართველოს გზების სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის, შესაბამისად გამოდის, რომ 2025 წელს საქართველოს გზებით 4,49391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა 512,665-ს შეადგენდა. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს, 2025 წლის დეკემბერში 45,319 ტრაილერის გატარება მოხდა 2024 წელს არსებული 42,703 ტრაილერის შემდეგ. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ დღეს არსებული საქართველოს დერეფნის ტვირთების გადაზიდვა სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი მოითხოვა. ილჰამ ალიევმა შეახსენა დამსწრეებს, რომ აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტს რეგიონიდან უახლოესი მეზობლები წარმოადგენენ. სომხეთი რუსეთიდან თხევადი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის გავლით რკინიგზის მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ რუსულ ტასს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრეს-მდივანმა ლილით ჩაბოიანმა განუცხადა, მისი ინფორმაციით ქვეყანას თხევადი აირი რუსეთიდან და ირანიდან შემოაქვს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად სომხეთი ამ ტიპის საწვავის იმპორტის პრობლემას აწყდება. როგორც ტასი წერს, მანამდე სომხეთის თხევადი აირის ბაზარზე დეფიციტი იყო. ფასების ზრდა დაფიქსირდა სომხეთის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტ ზემო ლარსის შეფერხებით მუშაობამ განაპირობა, შედეგად რუსეთიდან სომხეთში თხევადი აირის მიწოდებაშიც შეფერხებები დაფიქსირდა. უძრავი ქონების ბაზარმა ზღვისპირა ქალაქში 1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ამის შესახებ ვიქოჯის განახლებულ ანგარიში წერია კორეის ჯორჯიას ინფორმაციით, ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციები 17%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში კლების ტენდენცია იყო. გაზრდილია უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასიც, რამ დაასტიმულირა ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჭარბობენ გაყიდვებში და როგორია ფასების დინამიკა. ამუკა ჯოღაძე მოისმინა შეფასებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს ანუკა მოგესალმები და გისმენთ.
თუმცა ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისთვის 2025 წელი რეკორდული აღმოჩნდა. გასულ წელს ბათუმში უძრავი ქონების ბაზარმა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, წლიური ზრდა კი 260 მილიონი დოლარია. ზღვისპირა ქალაქში წლის განმავლობაში 17000-ზე მეტი ტრანზაქცია აღირიცხა, რაც 2516-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. კოლეჟ ჯორჯიაში ამბობენ, რომ 2025 წელი ბუნებრივი ზრდით გამოირჩეოდა, შესაბამისად 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით უფრო ეფექტიანი იყო, რასაც ადგილობრივი დეველოპერებიც ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ბაზარი სტაბილური ზრდის ფაზაშია. 2025 წელი ბათუმისთვის იყო რეკორდული, ტრანზაქციების რაოდენობა ჯამში გაიზარდა 17%-ით, მაშინ როცა 23-24 წლებში ფიქსირდებოდა შემცირებები. ეს არ არის მხოლოდ პირველ ბაზარზე დაგვიანებული რეგისტრაციების შედეგი, რადგან მეორეულ ბაზარზეც მსგავსი ტენდენციაა და მათ შორის გაუმჯობესდა 2022 წლის შედეგებიც. ვთვლით, რომ რაღაც შედარებით მდგრად პერიოდში შევდივართ, სადაც კომპანიებმა თავისი მარკეტინგული აქტივობებით, თავისი პროდუქტის მახასიათებლებით უნდა შევეჯიბოთ ერთმანეთს და რაღაც ნაწილში ვთვლი, რომ ეს პირიქით სტაბილიზაცია ბაზრის. კოლეჟ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი უცხოელი მომხმარებლების კიდევ უფრო გააქტიურება იყო, ადრე თუ მათი წილი ძირითადად ბინების პირველად ბაზარს ასტიმულირებდა, უცხოელებმა ბათუმში ბინების შეძენა მეორეულ ბაზარზეც დაიწყეს. ფაქტორებს შორის ადგილობრივ ბაზარზე მუშაობ სუბიექტები ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებასაც ასახელებენ. ამ ციფრებზე გავლენა მოახდინა იმ ახალმა პროექტებმა, რომელიც ჩააშვა აჭარაში, განსაკუთრებით 25 წელი იყო მათთვის სტარტი. და ეს გამოწვეულია მნიშვნელოვნად ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის ხარჯზე. ბათუმის ამბასადორი FK Development-ი ელიუს ამას ასე ვთქვათ ბულვარის საწყის ეტაპზე ქალაქის შემოსასვლელში არის მესამე პროექტი დამატებული, Silk Tower-ი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი არის აჭარაში. ეს სამი პროექტი ჯამში ჩემი გათვლით აგენერებს დაახლოებით 15-20%-იან ზრდას გასულ წელთან შედარებით. ყოველ წლების ტენდენციაა, რომ საერთაშორისო კატეგორიები გაზრდილია მეორეულ ბაზარზეც. თუ 2021 წელს უცხოელების წილი იყო ამ 27%, 25 წელს მათი წილი გაზრდილია 47%-მდე. ხოლო წლის ჭრილში ტრანზაქციების ზრდის 70% მოდის უცხოელებზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის გაყიდვების 70% უცხოელებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი რუსეთის, უკრაინის და ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. ადგილობრივი დეველოპერები და ბროკერები ამბობენ, რომ ამ ტრადიციულ ბაზრებთან ერთად გააქტიურებულია აზიური ბაზრები, ასევე გალფის ქვეყნები, რომელთა მხრიდანაც ინტერესი გასულ წლებში ნაკლებად იყო. ამასთან არსებობს მოლოდინი, რომ ინტერესი შესაძლოა გაიზარდოს ევროპაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც. ცენტრალურმა აზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ, რომელიც მანამ შედარებით მცირე წილით გამოირჩეოდა საქართველოში, გაზარდა თავის მაჩვენებლები. ეს ძირითადად მაინც ტურიზმული მონაცემებია, ანუ რეალურად ნაკადები, რომელიც წამოვიდა ახალი ნაკადები ბათუმისთვის, ეს შედეგი ირიბად მოიტანა მათ შორის რეალიზაციის და ძალიან გააქტიურებულია ბოლო წლის განმავლობაში, ისევ ყაზახეთ, უზბეკეთი, მათ შორის ინდური ბაზარი, ჩინური ბაზარი, რომელიც მანამ გაცილებით რთულად მიწვდომადი იყო. ევროპიდან იქნება შემოდინებები, უკვე დაწყებულია ეს ტენდენცია. ასევე შუა აღმოსავლეთის ქვეყნები და აუცილებლად იქნება გალფის ქვეყნებიდან სამოავლოდ შემოდინებები. ეს ტენდენცია უკვე არსებობს. 2025 წელს ბათუმში გაზურდა უძრავი ქონება, საშუალო შეწუნილი ფასი ბათუმში რაც $1252 შეადგენდა, 2024 წელს კი $1040 იყო. კოლეჟის ინფორმაციით ახალი პროექტების მეორე ბაზარზე ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 1.9% იყო, მაშინ როცა 2024 წელს ზრდა მხოლოდ 5.7% იყო. რა მოლოდინი უნდა გქონდეს ბათუმის უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით, ამ კუთხით შეფასებებს უკვე ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკას, ანუკო ჯოხაძე იყო, რომელმაც ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები გაგოსდა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. რუსთავის ფოლადი არმატურის ბიზნესის გაყიდვას უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში არ გეგმავს, როგორც გადაცემა ქალების ნარატივის სტუმრობისას კომპანიის დირექტორმა იგორ კორიტკომ განაცხადა, კომპანია არმატურის ბიზნესს არ უყურებს როგორც ძირითად ბიზნესს და ამ მიმართულების გაყიდვაზე კვლავ ფიქრობს. იგორ კორიტკოს თქმის 2025 წელს კომპანიამ 70,000 ტონა არმატურა გამოუშვა და რეალიზაციის კუთხითაც ნორმალური წელი იყო.
core businesses now that seem არმატურის ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით იგივე მოცემულობაში ვართ, როგორშიც გასულ წელს ვიყავით. განვიხილავთ ამ ბიზნესის გაყიდვას, თუმცა ჯერ არ გაგვიყიდია. ამ დროისთვის ეს ბიზნესიც 100%-ით ჩვენს მფლობელობაში არაფერი შეცვლილა. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში არ გავყიდით, მაგრამ მეორე მხრივ ჯერ კიდევ ვფიქრობთ არმატურის ბიზნესის გაყიდვას. თავის ფოლოდი უნაკერო მილების წარმოების 30-40%-იან ზრდას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლიდან ახალ საინვესტიციო პროექტს იწყებს. რამდენიმე წლიანი პროექტის ჯამური ბიუჯეტი 5-დან 10 მილიონ დოლარამდე იქნება. ინვესტიციის ნაწილი წარმოების ხარისხის გაზრდას და შიდა კონტროლზე იქნება მიმართული, როგორც რუსთავის ფოლოდის დირექტორმა იგორ კორიტკომ გადაცემა ქალების ნარატივში სტუმრობისას განაცხადა. დღეისთვის უნაკერო მილების ბიზნესის მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს. კორიტკოს თქმით, 2024 წელს უნაკერო მილების წარმოება 300%-ით, ხოლო 2025 წელს 15%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ უნაკერო მილები თითქმის სრულად ექსპორტზე გადის. რუსთავის ფოლოდმა 2025 წელს 33000 ტონა უნაკერო მილი გაყიდა. ქართული პროდუქციისთვის ორი მთავარი ბაზარია: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები. ჩვენი მთავარი ბიზნესი ამჟამად არის უნაკერო მილები და ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ამ ბაზარზე. ვზრდით წარმოებასაც და გაყიდვებსაც. მინდა აღვნიშნო, რომ 2024 წელს 2023-თან შედარებით წარმოება 300%-ით გავზარდეთ. ტენდენცია გაგრძელდა 2025 წელს და ჯამში დამატებით 15%-იანი ზრდა გვქონდა. ეს არ არის 300%-იანი ზრდა, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ, ეს უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 2025 წელს ჯამში 33000 ტონა უნაკერო მილები გავყიდეთ. დღეისათვის ორი ძირითადი ბაზარი გვაქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე მსხვილი ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირი. ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენს მილებს ყიდით იტალიაში, ნიდერლანდებში და გერმანიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, თუმცა მცირე მოცულობით. მომავალში გვინდა კიდევ ერთი მსხვილი ბაზრის დამატება. ეს შეიძლება იყოს შუა აზია, სამხრეთ ამერიკა ან აფრიკის გარკვეული ნაწილი. ვამაყობთ, რომ ქართული პროდუქტი ისეთ ქვეყნებში გადის, როგორიცაა ამერიკა, ევროპა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი და სერვისი ისეთივეა, როგორიც მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების. 2025 წელს საქართველომ 128 მილიონ 500.000 დოლარის ღირებულების 515,719 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წელთან შედარებით თანხაში ზრდა თითქმის 69%-ია, ხოლო მოცულობაში 58%. საქსტატის მონაცემებით მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, თუმცა მონაცემების მიხედვით 70-ჯერ გაიზარდა იმპორტი ყაზახეთიდან. საქმე ის არის, რომ ყაზახეთში 2024 წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და ძალაში სექტემბრამდე იყო. გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან სულ 102 მილიონ 200.000 დოლარის ღირებულების 405,018 ტონა ხორბალი შემოიტანა. ყაზახეთიდან კი 26 მილიონი დოლარის ღირებულების 110,457 ტონა. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელი ჩემეჯერებელი გამოშვება 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.